ლუკა, ფული დაგიტოვე მაგიდაზე და პურიც ამოტანილია. Kāda ხარ უკვე? გავდივარ, იმიტომ მაჩქარება ძალიან. არ გახსოვს, ხო? რა უნდა მახსოვს? დედას დაბადების დღეა დღეს. ამახსოვდა მართლა. რას იცოდი? სასაფლაოზე უნდა ავიდეთ. დღეს ვერანაირად ლუკა ძალიან მეჩქარება რა. ძალიან მეჩქარება. მოიცა, აბა როდის? დღეს არის დაბადების დღე. მესმის ლუკა, მაგრამ ძალიან ბევრი საქმეები მაქვს რა. მოიცა, რა საქმე გაქვს ეგეთი ხა, რომ სასაფლაოზე ვერ ავდივართ, რა დრო მაგას უნდა? ლუკა, მომისმინე ხვალანზე აუცილებლად ავალ. რატომ ახსნევები ხავდეს? მამა, იმიტომ გახსნევინებ, რომ არ შეიძლება რომ სამსახურში გაეთავისუფლო 1 საათით და ავიდე? შეიძლება, შუბა, როგორ არ შეიძლება, მაგრამ დღეს ვერანაირად ვერ შევძლებ რა. აი, დღეს მაშინ რამაზას მიხედეთ რა. ლუკა, მომისმინე ხა, შენ დიდი ბიჭი ხარ. და რაღაცებს სწორად უნდა აფასებდე მე მგონი რა. სწორად რო აფასებ, მაგიტო გეუბნები. რას მოუდა შუბა მაგიტო? რას და აი რამაზა რო არ ყოფილიყო. დღეს დედას დაბადების დღეზე სასაფლაოზე არ ავიდოდი. გამარჯობა. შეიძლება? შემოდი. გამარჯობა. გამარჯობა. სალაპარაკო მე გავალ. ბოდიში რა? არა, რა ბოდიში. შენთან გადმოვიდა? არა. აი მოდი დაჭიქს. საჩუქრად არ მოსულა. მოდი. ისმენ. მოკლედ ხო ვიცი რომ ჩვენი ურთიერთობიდან აღარაფერი აღარ გამოვა. ეს უკვე ორივე ვიცით. ხო, მაგრამ ამის მე რაღაცები გადავხარშე. ვიცი რომ სხვა ადამიანთან გაქვს ურთიერთობა. ის თავიდან ვიეჭვიან ამას. მაგრამ მე მალევე გადამიარა. მალევე? ესე იგი არ ყვარები ვარ. არა, არა შუაში. ეხლა მაგაზე სალაპარაკოთ არ მოსულარ. ის რომ ჩვენ ურთიერთობა არ აგვეწყო, ეს მარტო ჩემი ბრალი არა და იცი ეს შენ კარგად. ხა თუ ილოს გულისხმობ, ილო როცა გამოჩნდა ჩვენ უკვე დაძაბული გვქონდა სიტუაცია. თან მე ვცდილობდი რომ შემენარჩუნებინა ურთიერთობა. მეც ვიცი რომ მეც ვცდილობდი. იცი არც რუსუდან ის ბრალი არ ყოფილა ეს ყველაფერი. არა, რუსუდანმა უბრალოდ დააჩქარა ყველაფერი. ხო, მაგრამ აქამდე რაც იყო ყველაფერი კარგად მახსენდება. მე მინდა რომ ბედნიერი იყო. მეც კარგად მახსენდება. შენთან მართლა კარგად ვიყავ. თუ სასწავლებლად მიდიხარ. აი ეს გამოგადგება. ეს რა არის, გიორგი? ფული. შენც იგივეს აკეთებ, რასაც დედა შენი აკეთებდა? აი ხა დამშვიდი, დაწყნარდი, არ ვაკეთებ იგივეს. იცი რომ ძალიან გჭირდება. იცი რომ შენი ოცნება იყო წასულიყავი სასწავლებლად. ხო და აიღე ეს ფული რა, გამოგადგება. გიორგი, იქ მე ვიმუშავებ და ვისწავლი და რამეს გავაკეთებ, ამას ვერ ავიღებ. ჯიუტობ. იცი რომ გჭირდება. არ გაქვს იმის საშუალება რომ ჩახვიდე, იცხოვრო, ისწავლო. არა, არ შემიძლია რა. ვერ ავიღებ ამას. არ შემიძლია. აი რადია, უცხო ხო არ ხარ. ჩათვალე რომ ეს მეგობრული საჩუქარი. ძალიან უხერხულ სიტუაციაში მაყენებ, გიორგი, არ შემიძლია, აი მართლა ვერ ავიღებ ამას. კარგი რა, ნუ ფიქრობ რა ზედმეტ რაღაცეებზე რა. კაი. კიდევ
ბიჭი, დავამატოთ ეხა ეს გაჯი მაინც, რა ვიცი, რო დააკლდეს ვაზე ხარ. არ დაგირეკო თუ დაგვაკვდა, დაგირეკო და მოიტანე. ეს პროფილები ეყოფა ხო ყველა? კი, დავაყენეთ უბრალოდ. კიდევ დავით დღეს გადავიყვან ბავშვს და იქნებ დაიწყოთ რა დღესვე ეს ოთახი მე კი, დღესვე დავიწყებ. ხო, დავით, ეს ამაზე მიდის? კი, მედის ეს ზომებზე ყენდება როგორც ვინაით დააყენეთ. აუ შენ ჩადი ეხა გელოდებიან და თუ წაიყვანე ბავშვს. დამაცადე, ჩავალაგო რა, მოიგონე ეს რემონტი. აუ რა გინდა ციცი? არემონტი მოვიგო. რა უნდა მინდოდეს? რა ის სახლის დასალაგებელი იქნება, რომელერც მივხვდო, სახლს უბავ. ვაი მე აქ როგორ ახერხებდი მაგ ყველაფერს. ხო, შენ თუ სიოლის სათქმელია რა. ვაიმე, კარგი, გეხვეწები, ჩადი ეხა რა. რამეს როგორ გავიტანა? ვაიმე, წაიღე და ჩვენც გადმოვიდათ მე საღამოს, ხო? ეს უმჭირდება. გესვე გადმოგიდათ, ხო? ამის მოსაწონი ხო ვერაფერი ვერ გავაკეთე კიდე რა. ბიჭო, საზიქ. რა. ელენე მიცის რამე? არა ვიცი, საიდან მეცოდეს. მე არაფერ ეთქვას. ხო, რა ვეთქვი ხო რა. ციგვის. არის ვეთქვი რა. ჯობია რომ შენ უფრო ვიდრე სხვისგან გაიგოს. სხვისგან ვისგან უნდა გაიგოს. აი 1000 ბოროტიენე არის ხო ეს ქალებს ენაზე არ ამაგდება რა. ვეთქვი ხო პროსტ რომ ჩერდება რა ცოტა. თან ახლა ელენეს არ არის ისეთი რომ ვერ ვიცი რომ ხო ვიცი ვეთქვი რა. რა ვიცი მაო მე ამ ქალებს რა უხარიათ და რა წინ ვერ გავიგე რა. მაგაში მართალი ხარ მე თან ორი დღე რაც მოვიყვანეთ მიდან მართლა ეს საჭიროა საერთოდ. ბიჭო არ ვიცი ჯერ რა ვიგო. წამოგვიჩერ დაბაჭი ხო იცი ერთ-ერთი ახი მაგ цаრიელი და იქ გემრიელად მოგაწყობა. ხო შენ გავიქცე. დაი სოლს არ გიქრე. აი ახლა ეგეთი ხუმრობები არ გვინდა. მოგლე გოდიხარ ჩემთან. კაი ხო რა. კაი დავით ჩვენ გავვალთ მაშინ ძმაო და თქვენ დაიწყეთ ხო ამოთაც. კი. კაი თუ რამე დაგაგმეს რაღაც დამირეკე. დაგირეკავ ნომერი მაქვს, დაგირეკავ. კაი როი წამოდი ხა ჩვენის მასალები მოვიტანოთ მაშინ მე ეს ავიდეთ, კაი. აი, მოგლე დავით ახლა პრარაბება და ხელოსნება რო იცი დღეს იქნება, ხვალ იქნება რაღაც ეგრეთები. არა, როგორ გეკადრება. დღესვე დავიწყებთ ჩაგაბარებით. კაი გენებს. კარგად იკავ. მაგარი ხო არ მიკითხა. სოფო იყო შემოსული გეძებდა. აუ მაგრამ შეჭამა რამდენი ხანია მე მეგონა სახს ამოყევი გადამეყენა Windows-ში. კიდე მაგდოსი ხა უჭველი გამოდებს უბრალოდ. შენ მარიკას ახორ გილბარკი. კი, გუშინ დაურაკა. მე დამბლოკა Facebook-ზეც, Viber-შიც, მე შეჭდა სამრასოხობს. ნუ ხო გაბრაზებულია და ცოტა გაღიზიანებულიც. ხო, მაგრამ ახალი სამსახური ბავშვია. არა, ჯერ არა, მაგრამ რაღაც გასაუბრებაზე იყო. კაია ძა. არა ისევს რაღაცას უეჭველი. ჩემზე საგაბრაზებული. შენზე იმდენად არა, უფრო დოდოზე. ვერ გაიგო რატო გაუშვა ის და არა შენ. ეგ ვერცფერი გავიგე. მეც ფიქრობ, რომ შეიძლება ახალ სამსახურში გადავიდე რა. მართლა? ჩემი ძმაკაც ხსნის რაღაცა ფონის კომპანიას ახ. და შეიძლება იქ გადავიდე. თან თავი დაიწყებს ყველაფერს აბსოლუტურად და. ამ ამბების გამო თუ ისაც აპირებთ? ანუ მინდოდა ისედაც, მაგრამ ეხლა უფრო დაჩქარდა. ისმის. აუ მარიკას წასვლის მოვინალე და ხა შენიც მიტალოა. არა, უშუალოდ მეგობრებოდ ისეც. აი ხო. არც δεν ხანი აქ ვარ. ძალიან დიდი ხანია, მაგრამ რაღაცა იქ რომ ოფს ახლა ნაწყობა არის საჭირო. ეგ რაღაც უფრო მანდულებს. მე ძალიან გამიჭირდა თავიდან მუშაობის დაწყება. აი მაგალითად ეხლა რომ შემოთავაზან ახალ სამსახურში გადასვლა, ალბათ სიამოვნებით თავთან ხვდებოდი. ვაი, რაც მეც ეგ მომენტი მაქვს, თან ყოველთვის თავიდან დაწყება რო არის საჭირო. ეგ მომწონს რაღაც მაინტერესებს რა. ვა, ძალიან კაი. და წაღარ ვამბობდი ამ ფონის კომპანიაზე. კადრები მართლა არ გაქვს ჯერ შევსებული? ანუ ტოპ მენეჯერებს არ გულისხმობ, მაგრამ ისე ვეძებთ ხოლმე ხო? არა, ეგეთ თანამდებობაზე არა. აი რაღაცა ისეთი მძღოლიან საწყობში ვინმე დამხმარა. ჭირდება. ვინ მიყავს? ძალიან კი მეუხერხულება. აი, არ მიხერხულება. ხო, ჩემი ქმრისთვის ვეძებთ სამსახურს, მოკლედ ახლა ჩამოვიდა და რაღაცებს ვეძებთ და. გაგირგო მაგას, არა აქვს პრობლემა. მართლა? კი, აბა რაღაც. ძალიან. აუცილებლად გაგირგო. ისე თვითონ რა პროფესიისა? თვითონ ფინანსისტია, მაგრამ თავის პროფესიით არასოდეს არ უმუშავია ეს.
ოკეი, გაგიბრუნდა კეთყვი. მაინც ძალიან დიდი მადლობა. აი, მადლობა. ბიჭო, სად გაჩიტე? ბიჭო, ჩემ ადამ გამომიგზავნა. ბაზარია. შენ ამედან კონზე თუ შევძლები, ხა მოგიწევს და შეეცჩავჭი. ყველა პონჩი, მაგრამ ხო ხდები რა, ეხა ეს პონტი ცოტა ხანი ფული არ მქონდა და ისე. აი, მაგის გამო კი არ მithქვი ჩემ. ხან მევიჩარჩე, ხან შენ რომ გაზვია რა იქ. ხო, თქვენ? რა ქინა? ბიჭო, გაიმაზა ეს პონტი რა. რატო? ბიჭო, რავი, რაღაც ფიზიკურად არ არის რა, თანახმად ცოტა რაღაც არეული სიტუაცია და რავი, მაგრამ მithდება რა. ბიჭო, მაგას ველოდებოდ რა ვიცი, მაგრამ სხვა რამე არ არის. არა, სხვა რა პუნქტია, ფული ვიჩალიჩე და დავითრიე და მაგაზე არ ბიჭო, ვიყიჩე მაგ რა სხვა პონტი რა, შესასუნთქია, მაგრამ გაგისწორდებათ რა ძალიან რა შესასუნთქია რა დავა. თუ დავითრიოთ. ბიჭო, არა, მე გავსინჯე და მე დიდათ ეგ არ მევასწრებ, მაგრამ ეს ვარ და რა გეუბნები გაგისწორდება. რა ვიცი ხა რა არის? 10 წუთს ყوار შემოგტენით. ვაფშე არ ვიცი. ბიჭო, ახლა ის რო გაიმაზა, ამას იაფად მოგწევთ, მაგრამ არ ბაზრდება რა. დავითრიოთ ხო? რავი, დავითრიო. მის მე თანდად მქარო. არა, რა თან სახში. ორჩ დავითრიოთ მაშინ. ბაზარია რა. ბიჭო, კაი, ავიდეთ ახლა, პროსტა ამ დროს აღარ დამადგეთ ხოლმე რა, ცოტა ნანო გაიჩნდეთ ხოლმე რა. ბიჭო, რავი, რაღაც წინა კვირაში ვიღაც ტიპები აიყვანეს და ახლა პრობლემები აღარ არ მინდა რა მე რა. გასნია ჩვენც. აი, ბაზარია. აი, ფული თან გააქვთ? კი. აი, წავედით მაშინ. მანქანის დაზღვევით ხომ არ ხარ დაინტერესებული? აუ, გააჩნია რა პირობებია. ანუ გაინტერესებ. რა, მომენტ კი რა. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე ხარისხიან და ხელმისაწვდომ პირობებს. მანქანის მფლობელი თქვენ ბრძანდები? და რამდენი ხანია რაც მანქანას ფლობ? რავი, სკოლის მერებზე ვარ სულ. ავტოსაგზაო შემთხვევა ხომ არ ქონიათ? რამდენიც კი. ანუ დაზღვევამაც უნდა დაგაინტერესოთ. კარგით, მაშინ დაგვიტოვეთ თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და დაგიკავშირდებით ოფისიდან. და სადღაც სხვადასხვა გველაპარაკა ამ ამბავში არა? აი, თქვენი ნომერი დამიტოვეთ და დაგიკავშირდებით ოფისიდან. ხო, მაგრამ ეს ყველაფერს ანაზღაურებს, სეთქვა, მეთქვა, რაღაცები ყველაფერი ვაფშე? კი, ყველაფერს ანაზღაურებს. ესენი აქტიური ხო? მოდი შენ ნომერი მითხარი და სამსახურის მერე წავიდი, სამი დავილაპარაკოთ უფრო წყნარად. მოდი, თქვენ მითხარით თქვენ. აი. მე უჩაო რა, ყველაფერი აქ წერია. კარგი, დაგიკავშირდებით პირობებს. დავაი. რას გაუგი, ვერ ხედავ რა იდიოტები იყვნენ. აი, რა მოხდა? არ გინდა რომ დავასწრიოთ? რა ამის გამო სიხადი მონდა წახვი და მე ამათთან ერთად? და რა მოხდა მე? თან ამ თვეში თუ კარგად შევასრულებთ გეგმას დაგვაწინაურებენ. ვერ ხედავ რა მაგარი მანქანა ყავდათ. ხო, მე თვითონ ბევრია. თან იმ კაცმა ხო გითხრა დავასწრებო. აუ, კაი რა, ვერ ხედავ მთელი დღე აქ ვდგავარ და ვაფშე არავინ გამოჩნდა. მეორე განაცხადი ძლივს შევავსეთ. და ამათთან ერთად თუ წავალ ცადმე, მაშინ მე არ მინდა ამათთან ერთად წასვლა. კაი, გავერთობით ცოტას რა. გავით. კაი, ხა დავურეკავ და ვეტყვი რომ ძალიან. და ბარემ პირდაპირ გეთქვა. კაი, ეგრევე ხო არ ვეტყოდი არა. ეხა თან ვიყავ მოვჩი სამუშაოს და გავაკაის. და სადუნა წავ. აი, მე სადმე მოიფიქრო. აი, რა ვიცი, მე არ მომწონს ეგიდე. აი, ალო, მე მართა ვარ წეგან სადაზღვევოდ. დიახ. კი. კი, გცალია, დიახ. კარგით, ამ ნომერზე მომწერთ. კარგით. მე არ მომწონს ეგიდე. აი რა. წავით. გამარჯობა ბატონ დავით. შენ კიდე მარტო მოხვედი და. არა, კაცო, ვიშოვე ორი კაცი. მართლა? აბა რა, შენ გენაცვალე. შენ გენაცვალე რა. ვინ არიან დო? აი ბიჭები არიან, ეხა არ ეცალათ, პროსტა და ვერ წამოვიყვანე რა. აი ხარი, კაი კაცი ხარ, ოღონდ გეხვეწები, ეგ ამბავი არ გავწევოთ რა, რა ჩირო მალე. არა, შენ გენაცვალე, რა გავწევო? მეც არ მარწყობს ეგეთი რაღაცეები რა. შენი ჭირიმე, შეგახვედრე ფახ ამ დღეებში, მოვიყვან ძალიან კაი ბიჭები არიან. მაგარია რა. შენ გენაცვალე. დათო, ერთი კაი იდეა მოგზმაო. აბა, წამოდი ეხა და თითო ჭიქა დავლიოთ და აღვნიშნოთ ეს ჩვენი საქმე. ესე გამოვიდა, ხო? აბა რა, შენი ჭირიმე, მე მომზადებული მოვედი ძმაო. ისეც და ასეც. აი ძმაო, აღვნიშნე. წამო შენი ჭირიმე.
გენაცვალე, შენერი კაცი ბევრი კი არა შემიძლია. დედა! ბატონო. დედა ის თეთრი ზედა სადაა შავი ზოლებით ხო არ იცი? მე გავარეცხე. და სველია. არა უშავს მაშინ სხვა რამის ჩაუს. ხო, რამის ხო ჩაეჩირე გეხოცები რა. ალო. დიახ. დიახ, ინგლისური ვიცი კი. დიახ, რუსულიც. აუ, არ ვიცი. არ ვიცი, მოვიფიქრე. კარგით, მოვიფიქრებ და გეტყვით რა. დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის. კარგით, კარგად ზანდებოდით. ცოტა ვინიყო? სამსახური დავიწყეთ. რა მე რა ნახოთ რა იყო? არა, რაღაცა ტრეინინგზე არის რა. აი, მე რა კაი ამბავია. აუცილებლად უნდა მიხვიდე. არა, დედა, უნდა წავიდე 5 დღით რა და არ მინდა. ძალიან კარგი, ესე იგი უნდა წახვიდე 5. შენ აუცილებლად უნდა წახვიდე. ხო დედა, მაგრამ არ ხარ ეხა ისეთ მდგომარეობაში, რომ რამდენიმე დღით დაგტოვო. გადასარევ მდგომარეობაში ვარ მე. თან მე ნერვიულება დედა რა. მაგრად მე ნერვიულება ეხა. ესეთ რაღაცეებზე ეხა, ეს ვინ გამოგიგზავნა რო არ ვიცი. კარგი სოდერე ბოდავ რა არის. დედა. ბატონო. რაღაცა მინდა რომ გითხრა რა. არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ეხა წასვლის წინ რო გითხრა, მაგრამ გახსოვს ის ყვავილები კარებშიო დაგხვდა. კი. ახსოვს? მე გამოგიგზავნე დედა. მე მათყვები ხრა არის ხეს. არა დედა, მე გამოგიგზავნე, თედოს ველაპარაკე და მინდა რომ გავახალისო რაღაცით მეთქი და მე გამოგიგზავნე. რას ბოდავ ცოტნე? არ გატყუებ დედა, ის ყვავილები მე გამოგიგზავნე, მაგრამ ეს სამაჯური და სუნა მოვი გამოგიგზავნა არ ვიცი. ვინ მოგცა ცოტნე ჩემ ცხოვრებაში ჩარევის უფლება? არ ვერევი დედა. ვინ მოგცა უფლება თო გეკითხები? ერევი, აბა რა შვები? დედა, მინდა. აბა რა შვები? მინდა რა კარგად იქ. არ გინდა, შენ რო გინდოდეს რომ მე კარგად ვიყო, სხვანაირად მოიქცეო. დედა. დამანე. ხათუნა. ბოდიში რო დავაგვირა. არა, უშავს დავზენეს. ეს საფრთხები. არ მინდოდა ტელეფონით რომ გვესაუბრა, მინდოდა რომ მეჩვენებინა თქვენთვის. ეს არის ყველაფერი რაც ნახეთ. კი, ეს არის და არ ვიცი, ესეც ძლივს მოვიპოვე, ძალიან გამიჭირდა, არ მეგონა. როგორც ჩანს ძალიან უფრთხილდებიან დოკუმენტაციას. რა თქმა უნდა, არავის არ აწყობს ამ საქმის გასკდომა. იმიტომ რომ იციან რომ დიდი აჟიოტაჟი მოყვება. გავეცანი ამ საბუთებს ვნახე და რა ვიცი, არ ვიცი, რამდენად გამოგვადგება. აქ ყველაფერია? კი, ყველაფერია, რაც ვიპოვე. სამწუხაროდ ჩვენ ეს საბუთები არ გამოგვადგება. რატო? რატომ და საჭირო საბუთები კარგად გადაუნახავთ. თქვენ რა წარმოდგენა შეგექმნათ, როცა ამ საბუთებს გაეცანით? ვიცი, სიმართლე გითხრათ, რაც აქამდე საეჭვო იყო, ანუ ის იყო რომ ტერიტორიის მფლობელობა არ ჩანდა. ანუ ის ხალხი, ვინც მიწები გასცა, არსად არ იყო. მაგრამ როცა ეს საბუთები ვნახე, რა ვიცი, საეჭვოც აღარაფერია. სწორედ მაგაშია საქმე. როცა ამ ჰესის მშენებლობა დაიწყო და ოჯახებზე გავიდნენ, დიდი ნაწილი ოჯახებისა წინააღმდეგი იყო. გეოლოგიური დასკვნა ამ ადგილზე იყო გაკეთებული. ადგილს ვერ შეცვლიდნენ. და ვისთანაც შეთანხმება ვერ მოახერხეს, სახელმწიფოს ჩარევით, გაასახლეს და მიწები მიისაკუთრეს. და სახელმწიფოს ხელშეწყობით როგორ? რაღაც მიზეზები შეთითქმეს.
ვითომ ეს ხალხი მიტაცებულ მიწაზე ცხოვრობდა, მოკლედ. ხალხი გაასახლეს და ეს ქონებაც მიწებით სახელმწიფოს მფლობელობაში დარჩა. ანუ ესე იგი მე როგორც მივხვდი, წინააღმდეგი ვინც იყო, იმას ჩამოართვეს და ვინც არა, მხოლოდ იმას მისცეს კომპენსაცია, ხო? ეგრეა. და შემდეგ კომპანიამ სახელმწიფოსგან შეიზღიდა ეს მიწები, ჩამორთმეული მიწები, ხო? კი. აი თქვენც სწორედ ეს საბუთები ნახეთ, ვისაც კომპენსაცია დაურიგეს, იმათი საბუთები. ასე იგი ახლა ჩვენ გვჭირდება ჩამორთმევის და შემდეგ გასხვისების საბუთები. იცით, არ შემსწარვალო თქვენ აგირჩიეთ. ოჯახ. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ. არ მინდა კიდე ამ საქმის გამო ვინმე დაზარავდეს. ერთადერთი რაც მინდა ის არის რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე. ასე გებია. ბატონო მესო. თქვენ როგორ ფიქრობთ? სად უნდა ვეძებო ეს საბუთები? სადა თქვენთან კომპანიაში. შიდა სამზარეულოში ჩაიხედეთ ცოტა. ახლა ეს საბუთებს ესე არავინ არ გამოფენდა რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ვიპო. კარგით, ახლა მე გავალ. არ მინდა რომ ერთად დაგვინახოთ. კი ბატონო, თუ რამე სიახლე მექნება დაგიკავშირდებით. ოღონდ ტელეფონს ვერ იდები. თუ რამეს მოიფიქრებთ, დამიკავშირდით და შევთანხმდეთ შეხვედრაზე. კარგი? ნახვამდის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მოდი ახლა შენს დაზღვეულ მანქანას გაუმარჯოს. მაგრამ არა ჭირდა. ვა, ხო იქნება? კი, ხოლმე დავასწროთ. აუ ისე მაგ გახსოვს ჯიპს რო გაუსვი, მაშინ რო ეს რო ქონოდათო. აბა მაგის მერე მთელი წელი ვალებიდან იმენა ვერ ამოვიდა. აქამდე როგორ არ ქონა დაზღვეულითო? აი რა ჟესტია რა გაფუჭდება. კაი, რამე რო დაგემართოს. ისე მაგასაც ასწროთ. ხო, აბა, მანქანასთან ერთად არა. თუ კიდე ჯანმრთელობას დავასწრიოთ. დაგათრო და რაღაცეებს გტენის შენ ძმობას ფიცავარ. არა, რატო პირიქით, მე თქვენზე ვზრუნავ. აი, ჩემთან ხო დააზღვევთ მანქანას და ნინისთან ჯანმრთელობა დააზღვიეთ. ნინი მე მგონი არ არის, ხო ხასე? არა, დაღლილი ვარ უბრალოდ ძალიან. აი, მეც დაღლილი ვარ, მაგრამ დალია ცოტა. აი, ალია ერთი ჭიქა. გავალ მე ხო? აპაპ, არსად არ გახვალ. აი, ეს დალიე და მე თუ გინდა გადი. აი, ჯიგარი ხარ. ერთიც ხო? მიგრე რა. მოდი მე გავალ რა. აი რა, გიხოცებ, ძალიან მაგრად გაგუწოდება არ. არა, წავალ. კარგად. ნინი. უთხარი რა, მე რა სხვა. მოიცე, სად მიდიხარ? აღარ მინდა გყოფნა. აი, რა დაიკიდე. აღარ მინდა გყოფნა, დავიღალე ძალიან. მე სამსახური დაიკიდე და ნუ ჩამოგტირეს იქ სახე რა. ხო, შემიშ გიხოცებ, წავიდი რა. ბიჭო გადამარჩინე რა. აი რა. ბიჭო აგერად გავიჭედე უცებ და ირგვლივაც არავინ არ იყო რა. აი, კაი, არა უშავს. ცა უცებ დაგიპროს და დოლარი მაქვს. ხო. გამომიგზავნეს რა და სადმე დავახურდავებ არ არის აქ ეს. აი, აგერ არის კუთხეში 24 საათიანი და ხაზარ დავახურდავებ მოვალ. კაი, მიდი. აი. არ მელოდი ხო შენ? ჰა? კაცი იერაღი და წესი რა დავილაპარაკოთ. კიდე ახლა დავამთავრო შენი სასიყვარულო ისტორია. დაწყნარდი ერთი წამი იერაღი გაწია და წესი რა დავილაპარაკოთ. რატო გინდა რომ თავი მომაკლევინო შენ? მე რომ მომკლავს შენ რა მოგემატება გაწიე იერაღი. ჩემი საქმეა მე რა მომემატება და რა არა. იერაღი გაწიე და ახლა ერთი წუთი მომისმინე. ნინოსთან ახლოს არ დაგიხვდა. გაწიე იერაღი ერთი წამი. ახლოს არ მიხვდა. გაიგეშე იერაღი. გაწიე რა გინდა ბიჭო ის? მე აქ არ ყოფილვარ.
112 გისმენთ. მოდებაძის 16 ნომერში კაცი აგდია უგონოდ. ხოჯეი. როგორ ხარ მაკა? კარგად შენ? მადლობა, კარგად. მისმენი რაზე გირეკავ? ვაკანსია გამოჩნდა. მართლა, სად? აი, გვინის ქარხანაში სადაც გითხარი რა. და მე აქვთ რამე ნორმალური ვაკანსია. რა ვიცი ხა, გვინის ქარხანაში დისტრიბუტორად ფიქსირებული ხელფასით კარგია? კი. ხო, მოკლედ რა ვიცი რა. კარგი გვინის ქარხანა არის. გრაფიკი ნორმალური იქნება, ხელფასი ნორმალური იქნება, დისტრიბუცია კიდე როგორც ვიცი, მარტო რესტორნებში იქნება რა. ძალიან დიდი მადლობა. აი, ჯერისი მადლობა. როდის უნდა მოვიდეს? ხვალ, ოღონ აუცილებლად რა. ხვალ, და რომელ საათზე? სადღაც 12-დან პირველამდე მოვიდეს. კარგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. აი, ნუ მიხდი ამდე მადლობებს რა. კაი, ვალში ვარ იცად. კარგი და სიძახმე ხო ცივი ჩემელი და დაგეხმარები ყველაფრით. წავედი ხა მოკლედ და ხვალ მოვიდეს შენი კვარი. კაი, მე წავედი. ვაგუშ. აგახრიარე ხო ძინავს. ჩემი ვაგუშა. ფრალი ხარ ხო? ცოტა დავli. აი, ჩემ თავს გაფისებ არ დამიწო, ჩხუბები და გაფრაგებები და. ვაგუშ. შენ თავს ვიცავა. ეს ყველაფერი რაც ხდება და რასაც ვაკეთებ შენთვის და ლიზიკოსთვის მინდა რა ოღონდ მართლა რა თორე ჩემი ხელი დედაც მოვხდეთ ესმის მე ვაფშე სულ ყველაფერს თქვენთვის ჩალიჩობ რა თორე მე ვინ ჩემი ფეხები ვარ თელი ჩემი დამპალი ცხოვრება ვერ გამოვისყიდი მაინც ვერაფერს არ გინდა რა ხა გეთლაპარაკე რა თქმა ეგრეა რა მართლა თქვენზე ზრუნდა რა თქვენზე ზრუნდა ეს დედა მოწმული ფულით იმიტომ გამომაქრო აი დედასავით მიყვარს ლეილა ვიცი დათო ვიცი არ მინდა უბრალოდ ილუზიებში ცხოვრობ რა აი მაგუშ რა ილუზია აი ნახავ ყველაფერი მოიხოდება ყველაფერი მაგრაც იქნება კაი მთვრალი ხარ ახლა მე რა შეჩიმა მთავარია სიმართლის გამონები ამოხდა მთვრალი კაი წამოდი ხა ხვალ მინდა რომ რაღაც საქმეზე გამომყვა საქმეზე მივდივარ ხვალ და მინდა რომ გამომყვა ხო შეიძლება ერთხელ არა რა შეიძლება და ხოდა წამოდი დავწო ჩემი მაგუშ დავზეს ვაკა ხო რამას ვახო სათხარ ო რაღაც საქმეზე გამოვედი რა ხო აზერბაიჯანელები ჩამოვიდნენ და დახვდი რა ხო აი წამოვალ ცოტა ხანში რა 40 წუთში მაგ იქნებია კი მოვალ მეც მალე რა კარგი
შენ დაიძინე. სად იყავი? მაღაზიაში ვიყავ, მიდი დაიძინე შენ, მიდი. სხაბარს დამიკითხავ? კი, მაგრამ წაგიკითხავ, მიდი, დაიძინე, აი მიდი.